ქართული კუთხე ჟენევაში ქვევრი, რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, დღეიდან გაეროს შენობის ეზოშიც იქნება განთავსებული. შვეიცარიაში ჩასულმა ქართულმა დელეგაციამ ორგანიზაციას საიუბილეო სიმბოლური საჩუქარი ოფიციალურ ცერემონიაზე გადასცა. ქვევრი წარწერით საქართველოს და ევროპელი ლიდერების ემოციური გამოსვლები. ნახოთ ქეთი ქარდავას რეპორტაჟი ჟენევიდან. მაკათუბნელი ქვევრი გაეროში, ღვინის თიხის ჭურჭელი იმერეთის საუკეთესო კარიერიდან, ღვინის აგუნიდან, ანუ საქართველოსდან უკვე ჟენევაში გაეროს ოფისის ეზოშია მოთავსებული. დღეიდან გაეროში საქართველოს კუთხე, როგორც ევროპელებმა აღნიშნეს, მათ არ მისცემს იმის დავიწყების უფლებას, რომ ყველაზე გემრიელი ღვინო, რომლის დამზადების ტრადიციაც 8000 წელს ითვლის, მზადდება საქართველოში და ინახება ქვევრში. დღეს გაეროს ოფისის ეზოში ოფიციალურ ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაეროს ოფისის გენერალურმა დირექტორმა მიმართეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის. ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ვახდენთ ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ისტორიის წარმოჩენას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წევრი სახელმწიფოების წარდგენა გაეროში. კულტურულ ასპექტებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩვენ ვართ უბედნიერესი ამ ფანტასტიკური საჩუქრით. სტუმრებს შორის დღეს გაეროში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსიც იყო. ძალიან სიმბოლურია ყურძნის წვენ სჭირდება დრო, რომ ღვინოდ გადაიქცეს, ისევე როგორც მიზნის მისაღწევად საჭიროა დრო. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს აქ იქნება წარმოდგენილი არა მარტო სიმბოლოებით და ტრადიციების გამო, არამედ იმ შეუქცევადი რეფორმებით, მისწრაფებით, რომელიც საქართველოს მთავრობას ჰქონდა და აქვს და რომელსაც ევროატლანტიკური მისწრაფება ჰქვია. ქვევრი საქართველოს გაეროს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით უსახსოვრა. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღვინის ჭურჭელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ქვევრი განთავსდა სწორედ აქ, ამ ადგილას, რომელიც არის მრავალმხრივი დიპლომატიის ცენტრი, გარდა დელეგაციების ამ ადგილს ყოველწლიურად სტუმრობს მილიონამდე ვიზიტორი. ქვევრი გაეროს ოფისის ეზოში ცარიელი დგას სტუმრებს იმ სასმელით, რომელიც ტრადიციულად ამ ჭურჭელში ინახება, მიღებაზე გაუმასპინძლდნენ ღვინოსთან ერთად ხაჭაპურით და ჩურჩხელებით.